ქალი, რომელიც გამომწვევად იცვამს და იქცევა, არის პოტენციური მოღალატე. ის გეტყვის, მე უბრალოდ ჩემთვის ვიცვამ, არ მეგონა თუ ეს გამომწვევია, ყველას ასე აცვია, ყველა ასე იქცევა, რომელიც საუკუნეა, შენ ჩამორჩენილი ხარ და მსგავს აბსურდულ ტექსტებს მოისმენ. მაგრამ არავინ მოგატყუოს. აბსოლუტურად ყველა ქალმა ძალიან კარგად იცის რა არის გამომწვევი და რა არ არის გამომწვევი. და მე აქ მხოლოდ გამომწვევ ჩაცმულობაზე არ ვსაუბრობ, გამომწვევ ქცევაზეც ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს. აბსოლუტურად ყველა ამჩნევს ქალის გამომწვევ ქცევას, თუნდაც არ ეცვას მას გამომწვევად. ქალს შეიძლება ძალიან მოკრძალებულადაც ეცვას, მაგრამ ფოტოსთვის შერჩეული პოზა, გამოხედვა და სახის მიმიკები პირდაპირ იწვევდეს მამაკაცში სექსუალურ ლტოლვას. ეს ის საკითხია, რომელსაც აბსოლუტურად ყველა არაცნობიერად ხვდება. მაგრამ ხმა მაღლა თითქმის არავინ საუბრობს. თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ პერიოდს, როდესაც სოციალები ახალი შემოსული იყო, ანუ სადღაც 2007-2012 წლებს. მაგ პერიოდში ვინმე ქალს თავისი ფოტო რომ დაედო მაგალითად ოდნოებში, ან თუნდაც Facebook-ზე, სადაც ის თუნდაც ზღვაზეა კოპალნიკებში, ეგრევე დაურეკავდნენ ნაცნობები და ეტყოდნენ სოციალები გაგიტეხესო. ხოლო ვინმეს ქმარს რომ ეთქვა, მერე რა ჩემი ცოლი თავისი ტრაკის ფოტოს რომ დებს, ეგ ესთეტიკა და შენ საერთოდ ჩამორჩენილი ხარო, აბსოლუტურად ყველა ჩათვლიდა რომ სულ გამოშტერდა ეგ ბიჭი. დღეს კი მამაკაცი, რომელიც ამბობს რომ მე მოკრძალებული ქალი მჭირდებაო, თვითონ ეხამდება გარყვნილ ქალებზე. ფოტოებს უგულებს, კომენტარებში შენ გენაცვალეს, ხოლო პირადში კი ლექსებს უწერს. ანუ მამაკაცთა უმრავლესობა ხელს უწყობს ქალების გარყვნას. თუ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, პროდუქტი უბრალოდ არ იარსებებს. შედეგად ერთის მხრივ კაცობრიობამ გლობალური გარყვნა განიცადა ძალიან მოკლე დროში. ხოლო მეორეს მხრივ კი თავდაპირველი, თანდაყოლილი მორცხობა, რომელიც სინდისიდან გამომდინარეობს, ადამიანს საბაზისოდ დაბადებიდან მოჰყვება. შესაბამისად ის ლოკალურადაც გადის მაგ გარყვნის პროცესს. მაგალითად, თუ ყურადღებით დავაკვირდებით იმ ქალების სოციალურ ქსელებს, რომლებსაც ბევრი ფოტო უდევთ და ძველი ფოტოები არ აქვთ წაშლილი, ჩვენ შევამჩნევთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. რომ თავიდან ისარდებდა გამომწვევ ფოტოებს, ნელ-ნელა დაიწყო და ლოკალური მინი-ევოლუცია განიცადა მაგ საკითხში. იმიტომ რომ სულ თავიდან მასთან დაყოლილი სინდისი აწუხებს. შესაბამისად ეგ მოვლენა დროში და სივრცეში გაწელილი პროცესია. და რაც უფრო მეტი აქვს ქალს თავდაპირველი სინდისის ერთეული, მით უფრო იწელება ეგ პროცესი. და შენ თუ არ გესმის რა პროცესებს გადის ქალი პიროვნულად, ვერც იმას მიხვდები მის საბოლოო ვერსიაში ვინ გიდგას წინ. იმიტომ რომ ქალების სუპერძალა აბსოლუტურად ყველაფრის ლამაზად და დამაჯერებლად შეფუთვაში გამომდინარეობს. და როგორ გადის ქალი გარყვნის ლოკალურ პროცესს. ის ჯერ ცოტათი გამომწვევ ფოტოს დებს, რომ სინდისმაც ცოტათი შეაწუხოს. მაგ დროს ეგ მისთვის რისკი და სტრესია. მის ბიოქიმიაში გამოიყოფა ადრენალინი და კორტიზოლი. იმიტომ რომ მას შინაგანად ხალხის თავდაპირველი რეაქციის ჯერ კიდევ ეშინია, სუბუქ დისკომფორტს გრძნობს. ის აბსურდული არგუმენტები კი რომ მე უბრალოდ ჩემთვის ვიცვამ და არ მეგონა თუ ეს გამომწვევი იყო, უკვე აი ამ ეტაპზე წინასწარ აქვს ქალს გამზადებული. იმიტომ რომ ეგ მოვლენა მისთვის ჯერ კიდევ დისკომფორტია. შემდეგ, როდესაც ნახა რომ მამაკაცთა საკმაოდ სოლიდური ნაწილის მხრიდან ლაიქები და გულები წამოვიდა, უცებ მოეხსნა ეგ დისკომფორტი. საფრთხემ ჩაიარა, ადრენალინმა და კორტიზოლმა კლება დაიწყო. ხოლო გადარჩენის ჰორმონმა ენდორფინმა კი ის დააჯილდოვა, ოჩახ, შენ ეს შეძელიო. პარალელურად საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებამაც ნელ-ნელა მატება დაიწყო. ანუ ვაზოპრესიმაც დაიწყო გამოყოფა, რომელიც საკუთარი თავის მიმართ სიყვარულზე და ნარცისიზმზე არის პასუხისმგებელი. იდეაში ეგ ვითონდა პატარა მოვლენა, მისთვის საკმაოდ მსუყე ჰორმონალური კოქტეილი აღმოჩნდა. მიიღო ქალმა დოზა და ცოტა ხნით პაუზა აიღო. მეტად გამომწვევ ფოტოებს ცოტა ხანი აღარ დებს, რადგან ეგ დოზა ჯერჯერობით ყოფნის. გარკვეული დროის შემდეგ იგი იფორია, რომ ჩაივლისი იწყება ჩავარდნა. მაგ ჩავარდნის პასუხად კი მის ბიოქიმიაში უკვე გამოიყოფა დოფამინი, რომელიც ეუბნება მას, რა მაგარი იყო, მიდი კიდევ ქენი, კიდევ ისიამოვნოთო. შემდეგ უკვე აქტიურად იწყებს მაგ ოდნავ გამომწვევი ფოტოების დადებას. ეს არის უშიშარი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი. გადის ისევ გარკვეული დრო და მისი ჰორმონალური ჰომეოსტაზი უკვე ადაპტირდება მაგ გარემოზე. ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, უკვე უტრუხდება მაგ ოდნავ გამომწვევი ფოტოებისგან მიღებული უკავშირი. უკვე აღარ არის სტრესი, აღარ არის ადრენალინი. და თუ ადრენალინი არ არის, ვეღარც ენდორფინს მიიღებს. რადგან ენდორფინი საფრთხესთან გამკლავების შემდეგ გამოიყოფა, რომ დაგაჯილდოვოს გადარჩენისთვის. უკვე შეეგუა მაგ ოდნავ გახდას, უკვე ადაპტირდა მაგ გარემოზე, უკვე აღარ ეშინია. და უკვე სინდისის იმ პატარა ნაწილსაც, რომელიც აწუხებდა, წარმატებით დაემშვიდობა. იმ პატარა მშიშარა და მორცხმა გოგონამ უკვე, უშიშარი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალისკენ მიმავალი გზის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. ერთის მხრივ მაგ მოვლენის უკავშირისგან მიღებული ის ემოციები უკვე აღარ არის.
მეორეს მხრივ კი არის ლომკა, დოფამინის და ვაზოპრესინის სახით, რომელიც შიგნიდან უჩიჩინებს მას, რამე ქენი, დოზა გჭირდებაო. ახლა კი ყურადღება, საკონტროლო კითხვა. თუ ქალმა ოდნავ გახდას უკვე შეეგუა და ის ემოციები აღარ გამოიყოფა და თუ ორგანიზმი მას სთხოვს იგივე ემოციებს. რა უნდა ქნას ქალმა იმისთვის, რომ მინიმუმ იგივე დოზა მიიღოს? სწორია, კიდევ უფრო მეტად უნდა გაიხადოს და იხდის კიდევაც. ისევ სტრესი, ისევ кайფი, ისევ რა მაგარი გოგო ვარ, რამდენს ვუნდივარ, ისევ ლომკა და ისევ სინდისის ნაწილს ემშვიდობება. და ასე მეორდება ბევრჯერ, ასე გადის გზას კდემა მოსილი მორცხვი მანდილოსნიდან, აი იმ უშიშარ, ძლიერ და დამოუკიდებელ ქალამდე. ამ გზის ბოლოსკენ კი უკვე მას მეძავზე უარესად აცვია. პარალელურად კი სინდისი მას უკვე აღარ აწუხებს. იმიტომ რომ მაგ პროცესში ბრმა ნაწლავივით ამოიჭრა და მოისროლა. ეს, როგორც ვთქვი, დროში და სივრცეში გაწელილი პროცესია. ვიღაცა შედარებით სწრაფად რამდენიმე თვეში გადის მაგ ეტაპებს, ვიღაცა კი უფრო ნელი ტემპებით, წლების მანძილზე. თუმცა ყველა მათგანი ამ პრინციპით გადის. თავარი რაც უნდა იცოდე, ქალის ეგ ახალი ვერსია უკვე იმდენად შეცვლილია, იმდენად სინდის გამოცლილია, რომ საერთოდ არ შეესაბამება იმ თავდაპირველ მორცხვ პატარა გოგონას. შენ უნდა გესმოდეს, რომ თუ ქალისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს გამომწვევად ჩაცმა და ქცევა, მას უკვე წითელი ხაზი გადალახული აქვს. როდესაც ქალი იხდის ტანსაცმელს, ის ერთის მხრივ ემშვიდობება სინდის, ხოლო მეორეს მხრივ კი იძენს გარკვეულ თვისებებს. ფიზიკის კანონები აქაც დაცულია, ენერგია არც აქ არ იკარგება. ნომერ პირველი თვისება, რასაც ქალი იძენს მაგ გზაზე არის ტყუილი, ის პათოლოგიური მატყუარა ხდება. ყველაზე კარგი მატყუარა კი არის ის, ვინც თვითონვე დაიჯერა თავისივე ტყუილი. მან დააჯერა საკუთარ თავს, რომ ის უბრალოდ თავისთვის იცვამს. მან დააჯერა საკუთარ თავს, რომ ეგ ბუნებრივი მოვლენაა და არაფერი პრობლემა არ არის მაგაში. ამ მოვლენის მთელი სისასტიკე კი იმაში მდგომარეობს, რომ ობიექტური რეალობა კარნახობს ერთს, ხოლო მას თავისი ალტერნატიული რეალობა აქვს. როდესაც ამბობენ, რომ რომელი საუკუნეა, ვისხა უკვირს გამომწვევი ჩაცმულობაო, ეს არის საკითხის არასწორი ფორმულირება. ბიოლოგიას, გამრავლების ინსტინქტს და მისგან ამომავალ სექსუალურ ტოლვას, ვერც 21 საუკუნე და ვერც 27 ვერ შეცვლის. შესაბამისად რეალობა გამოდის ის, რომ მამაკაცთა დიდი ნაწილი მისი ფოტოებით ხელში შერბის ტუალეტში, მაგავე ფოტოების რეალური დანიშნულების გამოსაყენებლად. ხოლო მას ამ რეალობისთვის თვალის გასწორება არ უნდა, ამიტომ ის თავს იტყუებს, რომ არაფერი პრობლემა არ არის მაგაშიო. მის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, კითხვა არის სხვა რამეში. აი კონკრეტულად შენ გეკითხები. შენ რაში გჭირდება მაგ ღიად ტყუილისთვის დაჯერება? როდესაც ქალი გეუბნება, რომ უი არ ვიცოდი თუ ეს გამომწვევი იყო, ან მე უბრალოდ ჩემთვის ვიცვამ, ეგ კაცები არიან ხამები, რაც ჩემი ბრალიაო, ის პირდაპირ შიგსახეში გაფურთხებს. ის თვალებში გიყურებს და ისე გატყუებს. შენ უნდა ხვდებოდე, რომ ქალი, რომელიც საკუთარი თავის მოტყუებაში არის ნავარჯიშები, ნებისმიერ საკითხში უპრობლემოდ მოიტყუება. მას შეუძლია, რომ ნებისმიერი სიბინძურე აიღოს და საკუთარ ცხოვრებაში წარმატებით დაამკვიდროს. იმიტომ რომ მისთვის მთავარი არის გაფორმება და არა რეალობა. ის ლამაზად შეფუთავს, ლამაზად გააფორმებს აბსოლუტურად ნებისმიერ საკითხს. ზოგადად რაღაც მოვლენის გაფორმებას და სახელის დარქმევას აქვს საკვანძო მნიშვნელობა იმისთვის, რომ ადამიანის ცნობიერებაზე მოახდინო გავლენა. მაგალითად, ადრე ასეთ ქალებს ბოზებს არ ქმევდნენ, დღეს კი ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებს ეძახიან. ხო და გეკითხები, რა შეიცვალა, გარდა საკუთარი თავის მოტყუებისა? რა შეიცვალა და ის, ვინც რეალურ სახელს არ ქმნავს, ყველაფერს უნდა ეცადო, რომ დააბულინგო, რომ ის გაბოროტებული ქალთმოწულია. რაც ჩემი არხის კომენტარებშიც ხშირად შეგხვდებათ. ანუ მათ უნდათ, რომ ეგ ილუზია შენარჩუნდეს. ანუ ყველა, ვინც ცდილობს ობიექტური რეალობის ინტერპრეტაციას, ის რეალობას არ ინტერპრეტირებს, უბრალოდ საკუთარი ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე არის გაბოროტებული და მაგიტომ საუბრობს მასზე. აქაც ისევ გაფორმებასთან გვაქვს საქმე, ასე ცდილობენ ამ ყველაფრის გაფორმებას. სინამდვილეში მაგით ხომ კონკრეტულად ჩემი ცხოვრება არ იცვლება. ყველასთვის გასაგებია, რომ ჩემზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მსგავსი კომენტარები. მე ჩემს მეუღლესთან და სამშვილთან ერთად გავაგრძელებ მშვიდად და ბედნიერად ცხოვრებას. ჩემთვის არაფერი იცვლება, თქვენთვის კი იცვლება. თქვენი ცხოვრება იცვლება. მე კი უბრალოდ თქვენს ინფორმირებას ვცდილობ. და რა გამოვიდა ახლა? რა და გამოდის, რომ ისევ თავიანთი თავის მოსატყუებლად წერენ მსგავს კომენტარებს. რომ მე კი არ ვარ ცუდი, სხვები არიან ცუდები. ჩემი ბრალი კი არ არის უბედური რომ ვარ, სხვების ბრალია. ზუსტად ამიტომ, ასეთი ქალი ძალიან მარტივად მოგატყუებს, გიღალატებს, დაგაღალატებს და ზემოდან აქეთ დაგადანაშაულებს კიდევაც, რომ შენი ბრალია ყველაფერიო. და ტყუილი არ არის ერთადერთი რამ, რაც გამომწვევ ქალს მაგ გარყვნის პროცესში აქვს შეძენილი. ვაზოპრესინის ნეირომედიატორი ჰორმონის ნიშნულიც მის ბიოქიმიაში პიქსია.
ანუ მას თავის თავზე გადამეტებული წარმოდგენა აქვს, რაც დროთა განმავლობაში ნარცისისტულ აშლილობაში გადასდის. ამ აშლილობის მთელი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი ნარცისი მხოლოდ თავის სილამაზეზე არ არის შეყვარებული. ანუ რადგან ბევრს ვუნდივარ, ესე იგი ძალიან ლამაზი ვარო, არის პირველი საფეხური. შემდეგი ყველა საფეხური კი არის უკვე ლამაზი ვართან ერთად პატივსაცემიც ვარ. მასეთი ქალისთვის სექსუალური ლტოლვა უდრის პატივისცემას. ყველა ადეკვატური ადამიანისთვის გასაგებია, რომ ის მამაკაცები, რომლებიც მას ლამაზ კომენტარებს უწერენ, ან პირადში სწერენ თუ რამდენად კარგი გოგოა, მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ. უბრალოდ ბანალურად საწოლში შეთრევის სურვილი ამოძრავებთ და ეს ყველა ჩვენგანისთვის გასაგებია. მაგრამ მას არც ამ რეალობისთვის აწყობს თვალის გასწორება. ამიტომ ის თავის თავს აჯერებს იმას, რომ ისინი მას პატივს სცემენ. იდეაში მარტივი ლოგიკა, ბორდელში მომუშავე ქალიც მანდ მისულ ყველა მამაკაცს უნდა, მაგრამ მას პატივს არავინ სცემს. ეს ხომ ყველასთვის ნათელი ფაქტია. ზუსტად ამ მიზეზით ყველა ქალი, რომელსაც ნარცისისტული აშლილობა აქვს, გარდა იმისა, რომ თავისი ვიზუალის ინტერპრეტაციას ახდენს ფოტოებში, პარალელურად სიჩქვიანეზეც აქვს პრეტენზია. ეგ კი უკვე მაღალი კლასის პილოტაჟია. რადგან ბოზობის ფილოსოფიურად შეფუთვა ყველას არ შეუძლია. აუცილებლად გექნებათ ნანახი არაერთი ტიკტოკერი ქალი, რომელიც თან ბაყვებს აჩენს და თან მორალს რომ კითხულობს. ეგ არის უკვე გაუწონასწორებლობის უკიდურესი ფორმა. გარედან, როგორი ფეხებზე მკიდიაც არ უნდა ჩანდეს, ის თავიდან ბოლომდე არის პოზიტიურ უკავშირზე დამოკიდებული. ნარცისი ქალი არის თავზე ხელის გადასმების კოლექციონერი. მას საკუთარ ინტელექტზე აქვს გაბუქებული წარმოდგენა, რაც მას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის. ანუ მესამე პუნქტი გამოდის ემოციური გაუწონასწორებლობა, არასტაბილურობა. როდესაც ქალი წლების მანძილზე თავისი ნერვული სისტემის უმოწყალო ექსპლუატაციით არის დაკავებული, გარკვეული დროის შემდეგ ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში მისი ფსიქიკა მომენტალურად ისტუკება. ის ვერ იტანს არგუმენტირებულ კრიტიკას. ძალიან მარტივად გამოდის მწყობილებიდან. აგრესიული ხდება და მომენტალურად პიროვნულ შეტევაზე გადმოდის. საკითხის ადეკვატურ გარჩევას აღარ ექვემდებარება. ქალი, რომელიც გამომწვევად იცვამს, გრძელვადიან პერსპექტივაში არის განწირული უბედურებისთვის. ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მის გვერდზე აღმოჩნდება. და ინსტაგრამის სტორებმა არ უნდა მოგატყუოს, თუ როგორი მხიარულია ფოტოებზე, რა ეთყობა ამას უბედურებისო. მასეთ ადამიანებს ახასიათებთ მათი აშლილობის ფაზა და ცვლილება. რემისიის ფაზა, გამწვავების ფაზა, ისევ რემისიის ფაზა, ისევ გამწვავების ფაზა. რაღაც პერიოდი ყველაფერი კარგადაა, ჩიტები ჩიკჩიკებენ და ცხოვრება მშვენიერია. გარკვეული დროის შემდეგ კი პირიქით ცხოვრება ჯოჯოხეთი ხდება. ამიტომ რაღაც უნდა შეცვალონ, რაღაც სიახლე სჭირდებათ. ხოლო მის ცხოვრებაში რას შეცვლის, ან ვის შეცვლის, ეგ უკვე ვითარებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ვარცხნილობა შეცვალოს, შეიძლება ქმარი. შემდეგ უკვე ახალი ვარცხნილობით, ან ახალი ქმრით დადებს ახალ ბედნიერ სტორის. ქალის შემთხვევაში მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ამ საკითხში არ არის პრობლემა. სინამდვილეში პრობლემა არის იმ მამაკაცებში, რომლებიც თავს იმკვდარუნებენ. რომლებიც ცდილობენ რომ დამალონ, არ შეიმჩნიონ სექსუალური ლტოლვა. რომლებიც თვითონ და გაგებით უდგებიან მაგავე ქალებს, რომ კი მართალი ხარ, რომელიც საუკუნეა, ხამებს არ მიაქციო ყურადღება, შენ უბრალოდ ლამაზი ხარ, ეუბნებიან. ქალის ნაკარნახებ თამაშის წესებს ემორჩილებიან. რადგან მათ გონებაში მასეთ ქალთან ურთიერთობა პრივილეგიად ითვლება, რომელსაც სხვები არ იმსახურებენ. ანუ მათი აზრით არსებობენ ხამები, რომლებიც პირდაპირ ენით ლოკავენ ტელეფონის ეკრანს. და კიდევ არსებობენ ტენდენციური მამაკაცები, რომლებისთვისაც თითქოს და ქალის სექსუალური გამოხტომები მათში არანაირ ინსტინქტურ ლტოლვას არ იწვევს. ეგეთი რამ ამ სამყაროში არ არსებობს. მანდა არის მხოლოდ ორი გზა. ან შენს თავს იტყუებ, ან უბრალოდ გადახრები გაქვს მეგობარო. აქედან რომელია სწორი პასუხი, ეგ უკვე შენით აირჩიე. სინამდვილეში არც ხამი არ უნდა იყო და არც თავი არ უნდა მოიმკვდარუნო. გრძელვადიან პერსპექტივაში ორივე მიდგომა არის უბედურებისთვის განწირული. ქალი რომ გიზიდავს, მაგაში არ არის არანაირი პრობლემა და მაგის დამალვას არანაირი აზრი არც აქვს. ქალი ისედაც ძალიან მარტივად ხვდება ვის მოსწონს ის და ვის არა. ეგ ყველას შუბლზე გაწერიათ. პრობლემა არის მის გავლენაში. თუ ქალს შეუძლია რომ მოკლე კაბით მოახდინოს შენზე და შენი აზრების თანმიმდევრობაზე გავლენა, ცუდადაა შენი საქმე. იმიტომ რომ შენ საკუთარ თავთან დაიწყებ შეთანხმებას, შენც დაიწყებ საკუთარი თავის მოტყუებას. და ზუსტად მაგით არის დაკავებული ეგ ტენდენციური მამაკაციც. ზოგი მათგანი საერთოდ თავისივე ხელით დებს თავისი ცოლის გამომწვევ ფოტოებს სოციალებში. თუმცა მამაკაცთა უმრავლესობა ცოტა სხვანაირად უდგება მაგ მოვლენას. რა არის მამაკაცთა ყველაზე პოპულარული ბავშვური ფანტაზია? ის ფიქრობს, რომ აიმე ვეთყვი ქალს, რომ მიუღებელია მასეთი ჩაცმულობა და ქცევა და ის დამეთანხმება, იმიტომ რომ ის შეგნებული ქალიაო.
ან როდესაც ბეჭედ დარწმუნებული ქაღალდი მეჭირება ხელში, უბრალოდ აუკრძალავ გამომწვევ ჩაცმულობას. ვეტყვი რომ შენ უკვე ქმარი გყავს გვერდზე და ეგეთი ჩაცმულობა აწიულამაზოაო. იმედი მაქვს ახლა მაინც ხვდები თუ რამხელა პროცესს გადის ქალი და როგორ იცვლება მისი ჰორმონალური ბალანსიც და მისი ტვინის მორფოლოგიაც. სინამდვილეში რეალური ცხოვრებისეული პრობლემა აქ იკვეთება, რაც ცხოვრებისეულ შეცდომას აშვებინებს მამაკაცთა დიდ ნაწილს. ეგ კი ხდება მაშინ, როდესაც ისე ემთხვევა მოვლენათა თანმიმდევრობა, რომ მამაკაცი ძლიერი პოზიციიდან შედის მასეთ ქალთან ურთიერთობაში. საქმე იმაშია, რომ როდესაც ურთიერთობის საწყის ფაზაზე შენ გიკავია ძლიერი პოზიცია, ქალი გარკვეული ბრძოლის შემდეგ დაგნებდება და დააკორექტირებს მის ჩაცმულობას. შენ უნდა ხვდებოდე, რომ მაგ მომენტში ის პიროვნულად არ იცვლება. ის მაგას მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ მისი ცხოვრების ამ ეტაპზე კონკრეტულად შენ გახდი მისი დოფამინის წყარო და არ უნდა ამ წყაროს დაკარგვა. შენ ამ დროს გიხარია, რომ ქალის მსოფლმხედველობა შეიცვალაო. სინამდვილეში კი ქალი ერთი სიამოვნების წყაროდან მეორეზე გადაერთო. მაგ ყველაფრის უკუჩვენებას კი მამაკაცი მოგვიანებით იღებს. რადგან ჭანჭიკების ზედმეტ მოჭერას თანამედროვე რეალობაში ჯერ არც ერთი ურთიერთობა არ გადაურჩენია. ასეთ ფორმატში დაწყებული ურთიერთობის განვითარების ორი კლასიკური სცენარი არსებობს, რომელიც ყველაზე გავრცელებულია. ერთი არის, როდესაც მამაკაცს ბეზრდება ეგ კონკრეტული ქალი, რადგან მან ის უბრალოდ მისი გარეგნობის გამო აირჩია. და ან ურთიერთობაში ვეღალატობს მას, ან პირდაპირ გარბის მაგ ურთიერთობიდან. მეორე კი არის, როდესაც პირველს ქალს გაუვლის ეგ ეიფორია, როდესაც მამაკაცი აღარ არის მისი დოფამინის წყარო და იწყებს ურთიერთობაში ძლიერი პოზიციისთვის ბრძოლას. ამის შემდეგ რამდენად ცუდად განვითარდება მოვლენები, ეგ უკვე კონკრეტულად შენს ისტორიაზეა დამოკიდებული. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თავშეკავებული მამაკაცი ის კი არ არის, რომელსაც არ უნდება ეგ კონკრეტული ქალები. ეგ არ არის მასზე. თავდაპირველად ყველას უჩნდება ეგ პრიმიტიული სექსუალური ლტოლვა. მაგრამ ის თავშეკავებას ავარჯიშებს, ებრძვის მაგ ცდუნებებს და ტკივილის ფასად ცვლის საკუთარ თავს. შენ კი, როდესაც არ აკეთებ ამ ყველაფერს, უარესი ტკივილი გელის მომავალში. ობიექტურ რეალობას ჯერჯერობით ვერავინ ვერსად გაექცა და დამიჯერე ვერც შენ გაექცევი. ან ახლავე გაითვალისწინებ ამ ყველაფერს, ან მომავალში ჩაეწერები კონსულტაციაზე. თუ შენ უფრო მეტი, უფრო კონკრეტული და უფრო კონცენტრირებული ინფორმაციის მიღება გინდა, შეგიძლია გადახვიდე ბმულზე და დაათვალიერო დახურული ვიდეო ლექციების კატალოგი. ბმულები ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია.